თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღე რჩება, როგორი გეგმით აპირებს ოპოზიციის ნაწილი მოქმედებას 4 ოქტომბერს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კვლავ მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე საუბრობს. მეორე ნაწილი კი ქართული ოცნების დამარცხებას არჩევნების გზით აპირებს და რადიკალურ გეგმებს ემიჯნება. პარალელურად აქციამდე გაკეთებულ და დაანონსებული ძალადობრივი მოწოდებების გამო დააკავეს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავას სუსის ინფორმაციით კუპრავამ ჩაედინა ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს. აღნიშნულ დააკავებას უსამართლოდ და აბსურდულად მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, სადაც გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ამბობენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას რეაგირება მოყვება. უფრო სასტიკი, უფრო უსამართლო და რეპრესიული ხდება რეჟიმი, ამას ან ვეგუებით, ან ამ სისტემას არ უშვებს საქართველოში და არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ საშიში არის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კაფეო გეგმა, რომელზეც საუბრობს პატა ბუჭუაძე, რომელიც გახავთ ორგანიზატორი თავის გუნდთან ერთად ამ აქციის, ამ გეგმაში არაფერი ძალადობრივი არ არის. როგორც უცივნის საკუთარი თვალები არ დაუთხრიათ ახალგაზრდებს და როგორც საკუთარი თავი არ უწამებია ასეულობით ადამიანს დეკემბერში და ნოემბერში, ისევე არაუპირებს მშვიდობიანი მომიტინგე არც ერთი საკუთარი თავის წამებას, ან საკუთარ თავდასხმას, ან თვალების დათხრას და ცხოვრების განადგურებას. ამას თუ დააპირებს ვინმე, იქნება ივანიშვილის გავაშებული პრობო, თუმცა ჩვენ იმას ვამბობთ, რომ იქნებით იმდენი, რომ ივანიშვილმა ეს მეორეჯერ და მესამეჯერ და მერამდენჯერაც აკეთებს და უკვე ძალიან ბევრჯერ აქვს გაკეთებული, ვეღარ გავიგებს. 4 ოქტომბერს ვიქნებით საარჩევნო უბნებზე, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ხმები, საქართველოს მოქალაქეების ხმები, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების რეჟიმის შეცვლა აუცილებელია. ჩვენ თვლით, რომ ნებისმიერი ტიპის რადიკალიზაცია ხელს უწყობს ქართული ოცნების რეჟიმის გამყარებას და რაც მთავარია, ნებისმიერი ტიპის მოწოდებები დამხობაზე, არეულობაზე, რადიკალურ ქმედებებზე პირველ რიგში ხელს უწყობს რუსეთის ინტერესების გატარებას ამ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული ოცნების რეჟიმი შეიცვალოს, მაგრამ ეს ცვლილება უნდა მოხდეს მშვიდობიანი არჩევნების გზით. ნაწილი რადიკალებისა, რომელიც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე არ მალავენ საკუთარ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ სურვილებს, რაც შეეხება რადიკალების ნაწილს, რომელიც აანონსებს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა გაფრთხილდეს, სახელმწიფო იქნება შეუვალი, იქნება ძალიან პრინციპული და ძალიან ადეკვატური ყველა იმ ძალადობის გამოვლინების მიმართ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს 4 ოქტომბერს. საქართველო არ მიცემს არავის იმის უფლებას, რომ ქართულ ხალხს ჩვენს საზოგადოებას წაართვას არჩევანის უფლება და თვითმმართველობის არჩევნებზე ის შედეგი დააყენონ, რაც სურს არა ქართულ ხალხს, არა ჩვენს საზოგადოებას, არამედ იმ ძალებს, რომლებიც აგენტურას შესაბამის დავალებებს აძლევენ.